მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუგლი შოშიაშვილი გახლავართ. მინდა შეგატყობინოთ, რომ სულ მალე ახალი პროექტი შეიძლება წამოვიწყოთ, ეს იქნება ლაივები და ძირითადად თავდაპირველად მინდა ისტორია შევეხო და თუ თქვენ შვილებს, თქვენ შვილიშვილებს აინტერესებს ისტორია, აინტერესებს ისტორიის უფრო ფართო ანალიზი, ეს არ იქნება მაინც ადრეულ მოსწავლეებისთვის, აი მე-5, მე-6, მე-7 კლასებისთვის განკუთვნილი, ეს იქნება უფრო სტუდენტებისთვისა და ესე იგი აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი რაღაც ლაივები. აუცილებლად გამოწერეთ არხი და ურჩიათ თქვენ შვილებს და შვილიშვილებს, იმიტომ რომ მართლა გვჭირდება, რაც გვაკლია, ეს არის ისტორიული ცოდნის ნაკლებობა და ხშირ შემთხვევაში ამიტომაც პარალელად ვერ ვახდენთ სხვადასხვა ისეთ მოვლენასთან, რაც უკვე მოხდა. რაც პრინციპში დღეს კი მეორდება, მაგრამ ისტორიის არცოდნის გამო რაღაცა გონია, რომ ახალი მოვლენასთან გვაქვს საქმე. სიამოვნებაში ისტორიაში თითქმის ყველაფერი უკვე მომხდარია და ბევრი რაღაცა უბრალოდ დავიწყებულია. ახლა უშუალოდ თემას რაც შეეხება. თავდაპირველად ვიფიქრე მელაპარაკა იმ საკითხზე, რა საკითხიც ახლა აქტუალურია, გულისხმობა აი მელიქიშვილზე მომხდარ ამბებზე, მაგრამ მე დავფიქრდი და აი თქვათ რომ აი ამ მაიმუნობის მიუხედავად რაც მოხდა ხო და ეს ტემპერატურის აწევის მიუხედავად ყველამ ძალიან კარგად ვიცით როგორ დასრულდება ეს არჩევნები და ყველამ კარგად ვიცით რომ ამ ყველაფრის ბოლო იგივე იქნება და არაფრით არ შეიცვლება. ამიტომ აი რაღაცა ესეთ მაიმუნობებზე კომენტირება ცოტა ისეთია, ჩემთვის პირადად მოსაწყენია. ამიტომ შემოგთავაზებთ უფრო საინტერესო და ალბათ აკადემიურ საკითხს. მე ცოტა გადასული ვარ აი ამ ბოლო პერიოდში აკადემიური საკითხების გააქტიურებაზე და ჩემი აზრით უფრო საინტერესო არის, იმიტომ რომ შიდა პოლიტიკაში საქართველოში ხარ რაც ხდება ამ ოპოზიციის აბსოლუტურად რაღაც მარგინალიზაციის პროცესის დროს იმდენად უინტერესო გახდა შიდა პოლიტიკა, რომ აი მასზე ანალიზი თითქმის აი აღარაა საჭირო. ყველაფერი ძალიან ნათელია, ყველაფერი იცის და ინტელექტუალის საკითხი რა არის, რომ ის რაც არ ჩანს საზოგადოებაში დაანახოს საზოგადოებას და დღეს უკვე ყველაფერი ჩანს, დღეს უკვე ყველაფერი ვიცით, დღეს უკვე ვიცით როგორ მიმდინარეობს ეს მოვლენები და ამიტომ ესე იგი ინტელექტუალის გარკვეულწილად აი ეს ფუნქცია, რომ ეს დაანახოს, ეს დაფარული რაღაცა მოვლენები, ეს ლოგიკური ჯაჭვი დაანახოს, აღარ არის საჭირო. ჩვენ ვიცით რომ ეხლა არის უბრალოდ აი მარგინალიზაციის პროცესი, ტემპერატურის აწევა ხდება, რომ მობილიზაცია მოახდინონ ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველის, რომ ესე იგი შექმნას ატმოსფერო, რომ თითქოს აი რევოლუცია მოხდება. აი ლოგიკურად დააკვირდით, როდის ყოფილა, რომ თვითმმართველობის არჩევნების დროს სადღაც რევოლუცია მომხდარა. აი დაუშვათ, აი ეს არ მოხდება, მაგრამ დაუშვათ, გაიმარჯვა ლელომ. და თბილისის მერი გახდა ირაკლი კუპრაძე. აი დაუშვათ. რატომ და გაიქცნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რატომ და გაიქცეს ბიზინა ივანიშვილი ამის გამო? აი თბილისი რო დაკარგოს. აი რატომ და მოხდეს ამის გამო რევოლუცია? ყველა კარგად ხვდებით რომ არც ერთი ისეთი კონკურენტი არ არის და ისეთი პიროვნება არ არის, რომელსაც რეალურად შეუძლია ბრძოლა, ისეთი კანდიდატი მაინც დაეყენებინათ, რომელსაც შეუძლია ბრძოლა. ხო, ეხლა ირაკლი კუპრაძე არ აქვს ხომ მაინც და მაინც ისეთი მძიმე წარსული, არ აქვს მძიმე წარსული, მე ერთხელ პოსტის დავწერე რომ ამ ადამიანს არ აქვს მძიმე წარსული და ის პრინციპში აი ცუდი ადამიანს ვერ იტყვი მასზე. ეს ერთ-ერთი რაღაცა აი ესეთი ტიპაჟია, აქტივისტის ტიპაჟია, მაგრამ აი ბოროტი და კაცისკვლელი და ესეთი ადამიანი ამდენად არ არის და რაღაც ისეთი არ არის. ამ ხრივ ჯობია ნაცებს, მაგრამ მეორე ხრივ არანაირი ავტორიტეტი არ აქვს ადამიანს. თბილისთან არანაირი ისეთი შეხება არ აქვს ამ ადამიანს, რომ რაღაცა გააჩნდეს სოციალური კაპიტალი და უცბად ესე იგი აცხადებენ ესეთ ადამიანს თბილისის მერობის კანდიდატად და გასაგებია ყველასთვის, მე მგონი მათთვისაც გასაგებია, რომ ეს ადამიანი უბრალოდ ვერ გაიმარჯვებს. არ აქვს შანსი ამას. და ეს არის არჩევნები რაღაც მონაწილეობისთვის და არა გამარჯვებისთვის. ამიტომ ალბათ ამაზე ლაპარაკის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ეგეთი ინციდენტები რაღაცა ეგ ჩხუბები, პროვოკაციები, რა თქმა უნდა იქნება, ამაზე ამ შოუს ჩვენ ნახავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში დასრულდება ისე, როგორც უნდა დასრულდეს.
ანუ ოპოზიციის დამარცხებით. ამიტომ გადავალ მეორე საკითხზე სასაუბროთ და ეს მეორე საკითხი რაც შეეხება ამ ბოლო დროს წავიკითხე ესეთი წიგნით, ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ძალიან და ძალიან დამაფიქრებელი, ესა ჯეიმს სკოტის წიგნი ხორბლის წინააღმდეგ ქვია და ესა უძველესი სახელმწიფოების სიღრმისეული ისტორია, სადაც ძალიან საინტერესო კონცეფციები წამოაყენა მონობის და ზოგადად სახელმწიფოს გაჩენის. მის მიხედვით ადრესმენია ეს თეორიები, მაგრამ მას ესე იგი ჯეიმს ესე იგი სკოტს აქვს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ერთი მნიშვნელოვანი კონცეფცია. ეს კონცეფცია არის ის, რომ ავიღოთ მონადირე საზოგადოება. მონადირე საზოგადოებაში მონა არაა საჭირო. აი წარმოვიდგინეთ, მონადირეებში მონა ეს არის ადამიანი უნდა შეინახო, კი შეიძლება რაღაცაში დაგჭირდეს, მაგრამ უნდა შეინახო. რაც ხარჯიანია. საერთოდ არაა საჭირო მონადირეებში მონა. შეიძლება თუ ჩვენ იმას ვუწოდებთ, რომ ქარების გატაცება იყო თუ არა, იყო, მაგრამ ეს ისე ოჯახის შექმნისთვის იყო და იმ ქალს მონათ არ აღიქო. ეგ არ არის მონობა, ეს იყო ერთი ტომიდან გატაცებული ქალების ფენომენი, მაგრამ ამას მონობა არ ერქვა. ამიტომ მონობის ფენომენი მონადირე საზოგადოებებში ჩვენ არ ხვდება. უბრალოდ შეუძლებელია რომ იყოს. მაგრამ ხდება მაშინ, როდესაც იწყება მიწათმოქმედება და განსაკუთრებით როდესაც ისეთი მარცვლეული კულტურა იქნება, სადაც შრომის დანაწილება ხდება. აი შრომის დანაწილების დროს უკვე მონობის ფენომენი და მონობის ფენომენი გამოდის და მონობის ფენომენი ხდება, ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი. სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ აი პირველად აი ძალიან საინტერესოა როგორ მიხვდა ადამიანი, რომ მეორე ადამიანის დამონება შეიძლებოდა. და შემდეგ უკვე ვიცით ხო ეს ექსპერიმენტები, მაგალითად ეშის ექსპერიმენტები, რომელიც აი ციხეში რო დაყო ორ ნაწილად ადამიანები, თან შემთხვევით დაყო, ისე კი არა რომ გამიზნულად. შემთხვევით დაყო ბადრაგებად და პატიმრებად და პატიმრებს მიაჩნდათ, რომ იმიტომ დაიყვნენ, რომ ისინი იყვნენ ფიზიკურად უფრო სუსტები, ვიდრე ბადრაგები. არა და ესე არ დაიყო, მაგრამ ფსიქიკაში უკვე ჩამოყალიბდა წარმოდგენა, რომ შენ რადგან ხარ მონა, ესე იგი ხარ სუსტი და ესე იგი მას შენი მორევა შეუძლია. ისე რომ ფაქტი სულ არ იყო, რომ მას შენი მორევა შეუძლია, პირიქით შენ შეგეძლო მორევა ამის, მაგრამ ფსიქიკაში უკვე ყალიბდება ის კონსტრუქტი, რომ შენ თავს უკვე აჯერებ რაღაც მომენტში, ვიღაცას შენი დამონება შეუძლია და შენი ესე იგი შეუძლია, დამორჩილება შეუძლია. და ადამიანები სწორედ უძველეს სახელმწიფოში ყალიბდება, ესე ვთქვათ, მარცვლეულის კულტურის თქოს, ყალიბდება, ესე იგი, მონობა, იმიტომ რომ ამ კულტურის დროს შენ აღარ გჭირდება ისეთი პროფესიული ადამიანი, როგორც მონადირეა. მონადირე პროფესიონალია. მონადირე უნდა შეეძლოს როგორც ძალიან ბევრი რაღაც უნდა შეეძლოს, მას უნდა შეეძლოს თავისთავად როგორც ნადირობა, მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის პატრონობა, მას უნდა შეეძლოს ესე იგი ბუნებასთან ურთიერთობა, ადეკვატური ურთიერთობა. და ის როგორც ცალკეული, ესე იგი ადამიანი მეომარი, ესე ვთქვათ რა, არის გაცილებით ძლიერი, ვიდრე ყველანაირი რაღაცა აგრარულ სივრცეში მყოფი ადამიანი. აი, ყველაზე კარგად ეს ჩანდა ამერიკის კოლონიზაციის დროს, როდესაც ინდიელები ფიზიკურად ჯობდნენ, ესე იგი კოლონისტებს. ფიზიკურად ჯობდნენ. მაგრამ პრობლემა რა არის, ესე იგი ამ შემთხვევაში, თუ კი კოლონისტები იყვნენ ჯარისკაცები, არმია იყო, ეს არის იყო მეომარი, აი ეს იყო არმია, მას რაღაც 2-3 კვირა ასწავლდნენ მუშკეტთან ურთიერთობას, რიგში დგომას და ერთიანად ესე იგი სროლას. ხო, ამას სჭირდებოდა 2-3 კვირა. მეომარს საჭირდება, მეომარი მთელი ცხოვრება უნდა ესე იგი გაზარდო შენ, აღზარდო მთელი ცხოვრება და ის ყალიბდება მთელი ცხოვრება, ესე იგი აი ამ მეომრად, მონადირად და კი ერთ-ერთზე ბრძოლის დროს ინდიელი დაამარცხებდა ყველანაირ კოლონიას, მაგრამ როდესაც ეს ჯარისკაცები მოდიოდნენ, რა თქმა უნდა, ინდიელი ვერაფერს ვერ აკეთებდა და როდესაც ეს ძალა მოდიოდა, ეს სუსტი კოლონისტები, ინდივიდუალურად სუსტი კოლონისტები, მაგრამ ერთობაში უფრო ორგანიზებული კოლონისტები ჯობდნენ, იმიტომ რომ ერთი კოლონისტი მოკლა, მერე რა,
ორ კვირაში ახალი მეომარი ხავს. ორ კვირაში ზუსტად ახალი მეომარი ხავს, იგივენაირი როგორც ეს არის და შენ რომ მეომარი გიკვდება, შენ უკვე აღარ ახყავს იმსეთი შემცვლელი, სწრაფი შემცვლელი, როგორც მეომარს. ამიტომ შენ რა თქმა უნდა ინდიელებმა სწორედ ამიტომ წააგეს ეს დაპირისპირება, ტექნოლოგიური ჩამორჩენასთან ერთად რა თქმა უნდა. რომ მათი სამხედრო რაღაცა ძალა აგებული იყო იმ ადამიანებზე, რომელიც მთელი ცხოვრება ამას მისდევდა. მთელი ცხოვრება ისინი მეომრები იყვნენ. და როდესაც ის კვდებოდა, მისი ჩანაცვლება ჭირდა. და ხოლო მეორესი არა. მოკლედ სკოტი საუბრობს იმაზე, რომ ძალიან მარტივი იყო და ხას უსვას, რომ პირველი სახელმწიფოები სწორედ მარცვლეულზე იყო აგებული, ხო? ეს იმიტომ, რომ მარცვლეული ადვილად აღერიცხება, ინახება და რაც თავარი ადვილად იბეგრება. და ესე იგი ეს კულტურა სამდე არსებობდა, სამდე შემოვიდოდა მიწისქვეშა კულტურები, როგორიცაა მაგალითად კარტოფილი და ასე შემდეგ, ხო, რომელიც ამერიკის აღმოჩენის შემდეგ შემოვიდა, ხო? ბევრად უფრო რთული იყო გახდა უკვე სახელმწიფოს მიერ ამის, ესე იგი, კონტროლი. სამდე იყო ეს მარცვლეულის კულტურა მარტო, ხო? იქ სახელმწიფო უფრო მეტ დომინირებას ახდენდა და შესაბამისად მონების ფენომენის გაჩნდა სწორედ ესე, რომ ესე იგი უკვე ადამიანები მიაბეს მიწას და ეს მიბმა მიწაზე სკოტის მიხედვით ნებაყოფლობით კი არ მოხდა, არამედ იძულებით მოხდა. ანუ დამყრობელმა იძულებით მიაბა ადამიანი მიწას და ადამიანი ბუნებრივად არ იყო მიწაზე მიბმული. აი ეს საინტერესო კონცეფცია აქვს. რაც შეიძლება არ იყოს თლად სწორი, იმიტომ რომ სხვა ავტორებთან სხვანაირად ხდება, მაგრამ აი ეს კონცეფცია, რომ მიწათმოქმედები თავდაპირველად არიან ის ხალხი, რომლებიც დამყრობელმა მიაბა ადგილზე, ეს ჩანს იქიდან, რომ არსებობდა მუდმივი დაპირისპირება, ესე იგი ნომადებსა, მომთაბარეებსა და ადგილობრივ შორის და ძირითადად პოლიტიკური ელიტა ხშირად პირველ სახელმწიფოებში არ იყო ადგილობრივი, იყო ნომადი, ესე ვთქვათ, და ეს მიბმა მიწაზე დაკავშირებული იყო ეს სწორედ მონობის პირველ ფენომენთან. ასევე ის საუბრობს, რომ მიწაზე მიბმა რას ნიშნავს, რომ ადამიანები საქონელი და კიდე ესე იგი, ესე იგი ვიწრო ტერიტორიაზე საქონელიდან მიწათმოქმედება ერთიანად, ესე იგი მთლიანად ერთად იყვნენ და ეს ზრდიდა დაავადებების რისკს და ჩვენ თუ შევადარებთო და ეს მართალია სხვა კვლევებშიც ესე ჩანს, ჩვენ თუ შევადარებთ ეპიდემიების როლს, ჩვენ ნახავთ რომ ნომადებში რა თქმა უნდა იყო ეპიდემიები, მაგრამ გაცილებით მცირე იყო მასშტაბით, ვიდრე ადგის მიწათმოქმედ საზოგადოებებში. მიწათმოქმედ საზოგადოებებში უფრო იყო გავრცელებული ეპიდემიები, ამის გარდა ჩვენ თუ შევადარებთ მონადირეებს და ნომადებს, მათი კვების რაციუმი, ანუ რასაც ისინი ჭამდნენ, იყო უფრო მრავალფეროვანი, ხოლო მიწათმოქმედების რაციუმი იყო ერთფეროვანი ხშირად. და მართალიცაა, რაც ქმნიდა იმას, რომ ფიზიკურად განსხვავდებოდნენ ისინი უფრო გამხდრები იყვნენ. სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ აი უფრო აღმოსავლურ კულტურაში, სადაც ბრინჯის კულტურა იყო, დაკავშირებული აი დისციპლინის კულტურასთან, ამაზე ახლა ვიტყვი. იქ ადამიანების სიმაღლე იყო ძალიან დაბალი. სხვადასხვა იაპონელების პრობლემა მე-20 საუკუნემდე იყო ის, რომ ისინი დაბლები იყვნენ და მე აღმოაჩინეს, რომ მათ საკვებში, მათი მოსახლეობის რაციუმში მრავალფეროვანი საკვები არ იყო და ძირითადად ბრინჯით იკვებებოდნენ და რაც ქმნიდა იმას, რომ ფიზიკურად აი ფეოდალი და გლეხი ერთმანეთს, ხო? ჩვენ ნახავთ, რომ ფეოდალი იკვებებოდა საკმაოდ კარგი საჭმელით, ეს არისტოკრატი იკვებებოდა კარგად, ისინი ფიზიკურად უფრო მაღლები, უფრო სავსენი იყვნენ, უფრო ესე იგი ჯამრთელები იყვნენ, ვიდრე პირველი გლეხები. სანამ ეს მიწათმოქმედება განვითარდებოდა, რა თქმა უნდა. და მოკლედ სკოტი საუბრობს იმაზე, რომ პირველი სახელმწიფოები იყო აგებული, პირველი სახელმწიფოების ფუნქცია იყო ის, რომ საზოგადოების დამონება. და მას არანაირი პროგრესული შინაარსი არ ჰქონდა, მას ჰქონდა აბსოლუტურად ნეგატიური შინაარსი და ამ ნეგატიური შინაარსის თავარი ესე იგი არსი იყო ის, რომ საზოგადოებები ეს დაყოფა ელიტად და საზოგადოებად
სწორედ დაკავშირებული იყო მონობის ფენომენთან და თუ დააკვირდებით პირველი საზოგადოებები და მათ შორის არა მარტო პირველი, არამედ შემდგომი საზოგადოებებიც ხშირი შემთხვევაში უფრო მეტად იყვნენ აგებული იმაზე, რომ უცხოელები, ანუ ელიტა ყოველთვის უნდა ყოფილიყო უცხოტომელი. ან თავი წარმოიჩინა უცხოტომელად. რატომ? იმიტომ რომ შეუძლებელია მეზობელი, როდესაც შენ ცხოვრობ და შენი თანასოფლელი აერჩიო მეფედ, ან აერჩიო უკეთესად გამოარჩიო ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ეს არ იძლეოდა ლეგიტიმაციას. ლეგიტიმაციას იძლეოდა მხოლოდ ისეთი დამპყრობელი, რომელსაც ჰქონდა ძალა და ეს ძალა ინდოევროპელებს რატომ ჰქონდათ? ინდოევროპელებს ჰქონდათ, იმიტომ რომ მათ ცხენი მოიშინაურეს და ცხენოსანი არმია ჰქონდათ, რამაც განაპირობა ის, რომ მათ დაამარცხეს პროტოინდოევროპელები მთელ რიგ ბრძოლებში და საბერძნეთში კიდე ცხენից გარდა იყო ის, რომ მათ რკინის შეიარაღება ჰქონდათ და დორიელებმა განდევნეს ეს კრეტა მიკენის კულტურა. სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ კრეტა მიკენის კულტურის წარმომადგენლები გენეტიკურად, ენობრივად ჩანს, რომ არ იყვნენ ბერძნები თანამედროვე გაგებით და ზოგადად, როდესაც ჩვენ საუბრობთ ბერძნებზე, ანუ იმებზე, ვიზეც შემდეგ ესე იგი აი ეს ფილოსოფია ვიცით, პოლისური სისტემა ვიცით, ხო? ეს ბერძნები წამოსულები არიან არა ბალკანეთიდან, არამედ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. მათი რეალური სამშობლო არის ბერძნების რეალური სამშობლო არის არა თანამედროვე საბერძნეთი, არამედ ბალკანეთი. უბრალოდ მცირე აზია, თანამედროვე თურქეთის ტერიტორია. და ისინი თურქეთიდან შემოვიდნენ მერე, ესე იგი, ბალკანეთში და დასახლდნენ ბალკანეთში. და შესაბამისად ის ხალხი, ვინც ცხოვრობდა იქამდე, რომელსაც ჰქონდათ რაღაც კულტურა, კრეტამიკენური კულტურა და საკმაოდ ესეთი განვითარებული კულტურა, რომელსაც ჰქონდათ თავისებური რაღაცა ცივილიზაცია, რომელიც საკმაოდ სპეციფიური იყო, იცით, როგორი რამდენად სპეციფიური იყო, იმდენად სპეციფიური იყო, რომ აი მაგალითად გენდერული საკითხი თითქმის, ესე იგი, ზოგიერთი მეცნიერი უწოდებს, რომ მატრიარქატიც კი იყო, თუმცა მატრიარქატის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ხატებზე, უბრალოდ ფრესკებზე, ძველ ფრესკებზე ხატია დიდი ქალების გამოსახულება. არქაულ მხატვრობაში კიდე ნიშნავს დიდი ქალი, რას ნიშნავს? მას სოციალურად დიდი როლი აქვს და ჩვენ ხედავთ, რომ რელიგიურ რიტუალებში ქალები იღებდნენ მონაწილეობას, რაც განასხვავებს სხვა ცივილიზაციებისგან, მაგალითად განასხვავებს ეს ბაბილონური ცივილიზაციისგან, განასხვავებს ეს ხეთური ცივილიზაციისგან, სადაც ქალების რელიგიაში მონაწილეობა, რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა საკმაოდ, ესე იგი, შეზღუდული იყო. და ეგ რას ნიშნავს, რომ ეს იყო რაღაცა განსაკუთრებული კულტურა, რომელიც საუბრობენ უფრო მშვიდობიანი იყო, იმიტომ რომ მის გამოსახულებებში ჩვენ არ ხედავთ ომებს, ნახატებში ჩვენ არ ხედავთ ომებს, არ ხედავთ ნადირობას, ნადირობის სცენებსაც ცოტა მოგვიანებით ხედავთ, ანუ ნაკლებ სიცხლიანი კულტურა იყო, ესეც უნდა ითქვას, მაგრამ იყო აი კულტი, ხარის კულტი იყო ძალიან გავრცელებული, აი აქედან მოდის მინოსის ლეგენდაც, ხო, მინოტავრის ლეგენდაც აქედან მოდის, ხარის კულტი ძალიან გავრცელებული იყო აქ, ეს იყო მიწათ მოქმედი ესე ვაჭარი, ვაჭრობაზე ორიენტირებული კულტურა, მაგრამ მოკლედ მთავარი რა არის, რომ ეს ცივილიზაცია არ იყო სამხედრო ცივილიზაცია. აი შემდეგ, როდესაც ინდოევროპელები მოდიან, რა ხდება, რჩებიან ადგილობრივი მოსახლეობა, მათ აქვთ უკვე მონის სტატუსი აქვს და ეს ახალი პოლისური სისტემა აყალიბებს აბსოლუტურად სხვა ლეგიტიმაციის წყაროს. მოკლედ ხდება ისე, რომ პირველი სახელმწიფოები, რომლებიც მონობაზე იყო აგებული სკოტის მიხედვით, ამ მონობას ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი რამ, ეს არის კომბინაცია ორი რაღაცის, ეს არის კომბინაცია ერთი მხრივ დეჰუმანიზმის და მეორე მხრივ ეკონომიკური მაგალითის. დეჰუმანიზაციის კომბინაცია რა არის? მაგალითად, ძველ ეგვიპტურ ენაში ადამიანი და ეგვიპტელი ერთი და იგივე რამეს ნიშნავდა. როგორც სხვათა შორის იაპონიაში არის, იაპონურ ენაში არის, რომ ადამიანი და იაპონელი ერთი და იგივე რამეს ნიშნავს. აი მაგალითად, ქართულ ენაში ადამიანის და ქართველი რო ერთი და იგივე სიტყვით აღენიშნებოდეს. რაც ნიშნავს, რომ აი მათი წარმოდგენით სხვები არ იყვნენ ათლად ადამიანები.
მარტო ისინი იყვნენ ადამიანები, სხვები არ იყვნენ ადამიანები. და ეს ბრინჯაოს ხანის ფსიქოლოგიას, ბრინჯაოს ხანის მენტალობაში ძალიან კარგად შედება, რომ სხვას შენ არ უყურებ როგორც ადამიანს და ძირითადად ადამიანი არის შენიანი, შენი ტომელი, შენი წარმომავლობის ადამიანი და სხვების გასაქონლება შეგიძლია. თუმცა უნდა ითქვას ერთი რაღაცა, რომ ერთი მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ გასაქონლება ნიშნავს, რომ სხვას ანუ ომების შემთხვევაში სხვა შენ მონად მოყავს, სხვა დაპყრობილი ქვეყნებიდან დამარცხებული სახელმწიფოებიდან მოყავს შენ მონად, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ შუამდინარეთის თერგ წარწერებში ჩვენ ხედავთ, რომ მონები არ იყვნენ მაინც და მაინც დაპყრობილი ხალხი. მონები იყვნენ ისინი, ვინც ვალში ვარდებოდნენ. აი ეს ვალში ჩავარდნილი ხალხი, ანუ ვალის ფენომენი არის ძალიან ესე მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, როდესაც ადამიანები იძულებულები იყვნენ, რომ მონები გამხდარიყვნენ, ანუ იღებდნენ რაღაცა ვალს და ეგ ვალი როგორც წესი იყო დაკავშირებული იმასთან, რომ რაღაცა პერიოდი არ იყო მოსავალი და ადამიანები იძულებული იყვნენ აეღოთ ეს ვალი და უნდა ითქვას, რომ ჩვენ წარმოდგენაში საბანკო სისტემა მე-15-მე-16 საუკუნეში შეიქმნა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ პროტობანკები, ანუ მევახშეობა, როგორც ასეთი, იყო ბრინჯაოს ხანაში გავრცელებული და აი ამ პროტობანკების ფენომენმა, ანუ ვალის ფენომენმა, ადამიანები აქცია მონებად. და იმდენად ბევრი იყო ეს მონები, რომ მერე ადამიანების ნაწილი გამოდიოდა, მაგალითად ჩდებოდნენ რაღაც სხვა ქვეყანაში სხვადასხვა პიროვნება, მაგალითად ნაბუკოდონოსორი, რომელმაც გააუქმა ვალები, მაგალითად სოლონი საბერძნეთში, რომელმაც გააუქმა ვალები და ადამიანები რომლებიც მონებად იყვნენ ჩავარდნილები ვალების გამო, გამოისყიდა ისინი და გაანულა ვალები, მოკლედ გაანულა ვალები. ყოველთვის არსებობდა ესე იგი სახელმწიფო, რომელიც აი ამ საბანკო სისტემის, პროტოსაბანკო სისტემის მიერ შექმნილ კრიზისს ასწორებდა და ანულებდა. აქ ძალიან საინტერესოა, რომ რაღაც ეტაპზე იმისთვის, რომ ეკონომიკამ რაღაცნაირად გააგრძელოს ფუნქციონირება, საჭირო ხდება ვალების ჩამოწერა საზოგადოებაში, საჭირო ხდება ნულიდან დაწყება, იმიტომ რომ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც იქნება აი ამ პროცესის დროს, ადამიანებს უქრის უარეს პირობებს და ეს უარესი პირობები მერე ქმნის ძალიან მძიმე და მყიფე სოციალურ რეალობას. პირველები, რომლებაც ვერ ჩამოწერეს ვალები, ეს ჩვენ ხედავთ უკვე მე-16 საუკუნეში, როდესაც ევროპულ ფეოდალიზმის პერიოდში, მე-14-მე-16 საუკუნეებში, როდესაც ევროპულ ფეოდალიზმის პერიოდში უბრალოდ ფეოდალებმა, მეფეებმა ვეღარ შეძლეს ჩამოწერა ვალების, იმიტომ რომ აღარ ქონდათ, აღარ გააჩნდათ ის ძალა, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ ფინანსური ელიტებისთვის. და ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ მივიღეთ ფინანსური სისტემა პირველად მსოფლიო ისტორიაში, სადაც ხელისუფლებებს აღარ შეეძლოთ და აღარ ქონდათ იმის ძალაუფლება, რომ საბანკო სისტემას დაპირისპირებოდნენ და სწორედ მე ვთვლი და არა მარტო მე ძალიან ბევრი მეცნიერია, რომ კაპიტალიზმი პირველ რიგში არის არა ის, რომ ბანკი არსებობს თუ არა და კერძო საკუთრება არსებობს თუ არა. კერძო საკუთრების სხვადასხვა ფორმები შეიძლება ჩვენ დავინახოთ იგივე ბრინჯაოს ხანაშიც და კიდევ სხვა ეპოქებშიც. სხვადასხვა ფორმები, ამ პროტო კერძო საკუთრების მაგვარი რაღაც. მაგრამ კაპიტალიზმი არის ისეთი სისტემა, როდესაც უკვე კაპიტალზე მაღლა არც ერთი ინსტიტუცია აღარ არსებობს და კაპიტალს არის დამორჩილებული, აი კაპიტალ ფინანსურ ინსტიტუტებს არის დამორჩილებული სახელმწიფო და სხვადასხვა მათ შორის სასულიერო ინსტიტუტები. აი ეს არის ჩემი აზრის კაპიტალიზმი საბოლოო ჯამში, როდესაც ეს ინსტიტუტები დომინირებენ. თორე ამ გაგებით ვაჭრობა, ამ გაგებით მევახშეობა, ამ გაგებით რაღაცა ესეთი კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი ელემენტები ყოველთვის არსებობდა კაცობრიობის ისტორიაში. ყოველთვის არსებობდა კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ ყოველთვის არსებობდა ამავე დროს ხელისუფლება, რომელიც
ახდენდა ამ ვალების ესე იგი ჩამოწერას. სწორედ ამიტომ კაპიტალიზმი იწყება მაშინ, როდესაც სახელმწიფოები ვეღარ ახერხებენ ვალების ჩამოწერას. იმიტომ რომ იქ შიდა კონკურენცია მეფესა და ფეოდალებს შორის, იმპერატორსა და რომის პაპს შორის და ასე შემდეგ და აი ამ შიდა დაპირისპირების დროს ყველა სჭირდება ფინანსური კაპიტალი, რომ მის მხარეს იყოს. ალბათ გახსოვთ თქვენ თუ ისტორიიდან არიცით Game of Thrones სერიალი, საეფო ტახტის თამაშები, სადაც იქ უკვე ხედავთ, რომ არსებობს ბანკი და ეს ბანკი რას აკეთებს, რომ ამ სახლებს შორის, ფეოდალურ სახლებს შორის ბრძოლის დროს ის ვალებს გაცემს და არც ერთი სახლი უკვე აღარ არის იმდენად ძლიერი, რომ ამ ბანკების რაღაცა მოთხოვნები არ შეასრულოს, ან გადააგდოს ბანკი. იმიტომ როგორც კი ის გადააგდებს ბანკს, ეს ბანკი მის კონკურენტს მისცემს თანხას, ეს კონკურენტი დაიქირავებს ჯარს და აუცილებლად დაამარცხებს აი ამ ფეოდალს. ამიტომ ამ ფეოდალს უკვე აღარ აქვს იმის ძალაუფლება, ამ რომელიმე გვარს აღარ აქვს იმის ძალაუფლება, რომ ბანკი, საბანკო სისტემა, ესე იგი დაიგნოროს, ან გადააგდოს, ან გაანულოს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. აქამდე არსებობდა ეგეთი სისტემა. და შემთხვევითი არ არის, რომ ამ კრიზისს ხედავს ძალიან ბევრი ვინმე, მათ შორის რელიგიური მოღვაწეს და ქრისტიანობაში ძალიან ესე ხედავთ, რომ მევახშეობა დაგმობილია და შემდეგ უკვე ისლამში კანონით არის აკრძალული მევახშეობა, ხო? და ეს კანონით აკრძალო ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს გამოცდილება, მევახშეობის გამოცდილება უკვე კაცობრიობას ჰქონდა და ყველა ხედავდა, რომ აი მევახშეობა ესე რომ მიუშვა შენ მონობასა და სერიოზულ კრიზისებს მოიტანს. მოკლედ დავუბრუნდეთ ახლა მონობის საკითხს და ჩვენთვის საინტერესო ფენომენი ხდება ის, რომ რაც უფრო დრო გადის, ეს მონობის, ჩვენ ახლა ყველაფერს მონობას უწოდებთ. არა და მონობა ძალიან ისე იყოფა და მონობის ეკონომია. დღემდე არსებობს მონობა, დღემდე არსებობს ესე იგი ტრაფიკინგი, დღემდე არსებობს სექსუალური მონობა, გავხსენებთ იგივე ეპშტეინის კუნძული, ხო, სადაც რომელიც დღემდე აი ახლა მიმდინარეობს ეს გამოძიება და ზოგი ტრამპს ადანაშაულებს, ტრამპის სხვებს ადანაშაულებს, მოკლედ ყველა ადანაშაულებს, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც ფენომენი მონობა არსად არ წასულა. როგორც ესე იგი ფენომენი დღემდე სამწუხაროდ არსებობს და როდესაც საუბრობენ რაღაცა აი მაგ თავისუფლებაზე, თქვენ დაინახავთ, რომ იქ სადაც ყველაზე მეტად დეკლარირებენ თავისუფლებას, ის ქვეყნის ელიტები არიან მიდრეკილი ესეთი მონობის ესე იგი მონობისკენ. აი გავიხსენოთ იგივე ალბათ ყველა მიცით ამერიკის დამფუძნებელი მამების ფედერალისტების წერილები, რომელიც სხვათა შორის ამერიკის საელჩოს ესე იგი დაფინანსებით გამოიცა ქართულ ენაზე და შეგიძლიათ წაიკითხოთ და ისინი საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, ადამიანის თავისუფლებაზე, როგორ უნდა გამოთქვას მან ესე იგი სიტყვა და ასე შემდეგ. და ამავდროულად დროს ეს ადამიანები მონებს ფლობდნენ, მათ შორის ამერიკის პირველი პრეზიდენტი ვაშინგტონი და სხვები კიდე. მონებს ფლობდნენ. ანუ უნდა ითქვას და ამიტომ დავიწყე თავიდან, რომ რატომ თვლიდნენ ეგვიპტელები, რატომ წოდებდნენ საკუთარ თავს ეგვიპტელები ადამიანებს, ხო? ადამიანები და ეგვიპტელი ერთი და იგივე იყო. იმიტომ სხვები მათთვის არ არიან ადამიანები. როდესაც ისინი საუბრობდნენ ადამიანის უფლებებზე, ისინი საუბრობდნენ ეგვიპტელების უფლებებზე. ამ შემთხვევაში ეგვიპტელები არ საუბრობდნენ უფლებებზე, მაგრამ რო გადმოვიტანოთ ჩვენ თანამედროვეობაში, ხო? ანუ ამ ახალ პერიოდში ჩვენ ვნახავთ, რომ ახალ პერიოდში როდესაც ეს ლიბერალები საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, სიტყვის თავისუფლებაზე, ისინი არ ამბობენ იმას, რომ აი ესე იგი რა ვიცი, იქ აფრიკელს ეკუთვნის ეს უფლება. არა, აფრიკელი საერთოდ ვინ არის? ადამიანია კი აფრიკელი? მე მგონი არა ადამიანი. იმიტომ რომ აგერ ევროპაში მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც კი არსებობდა ადამიანების ზოოპარკები, ხო? ჰოლანდიაში არსებობდა ეს ადამიანის ზოოპარკი და ასე შემდეგ, ხო? და მეცაც გეტყვი, აი დანიელები, ხო, კეთილდღეობის სახელმწიფო და ეგ ადამიანის უფლებები, აგერ 2000-იან წლებამდე პრაქტიკა იყო სტერილიზაციის, გრენლანდიის ადგილობრივი მოსახლეობის, ხო, სტერილიზაციას ახდენდნენ ადამიანებს. რატომ? იმიტომ ისინი თლად ახლა ადამიანები არ არიან, ხვდებით? აი მაგათ წარმოდგენაში თლად ადამიანები არ არიან და ანუ ადამიანი ყველა არ არის ამ წარმოდგენით.
და თუ გონიათ რომ ადამიანი ყველა იყო და ყველას გულისხმობდა ან ჯონ ლოკი ან სხვები, წაიგეთ მათი ტექსტები, ეგრეთ წოდებული კლასიკური ლიბერალების ტექსტები, როდესაც კლასიკურ ლიბერალებზე საუბრობენ, შერჩევით ხდება მათი ტექსტების, ესე იგი, არჩევა და ის ნაწილი სადაც აი იმას ეხება, სხვებს ეხება, ხო, აფრიკელებს, ავი სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებს ეხება, ის რატომაც არ წერია და უსვოთ გაუცებული რჩებიან ადამიანები, როგორ კაცო ესენი ადამიანები არიან საერთოდ თუ კი ისინი რასიზმზე საუბრობენ, რანაირად საუბრობენ ადამიანის უფლებებზე. იმიტომ საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, რომ მათ საკუთარი თავი მიაჩნდათ ადამიანებად. ეს სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ ეს პროტესტანტულმა რელიგიამაც გარკვეულწილად აი კათოლიციზმისგან განსხვავებით პროტესტანტულმა რელიგიებმა სექტებმა მათ შორის რა ძალიან ხელი შეუწყო აი ამ რასიზმის განვითარებას და ის რომ მაგალითად კათოლიკეები რა თქმა უნდა ახდენენ ექსპლუატაციას ადგილობრივი მოსახლეობის ინდიელების მაგრამ რომის პაპის ისაც არის ხო წერილებიც არის რომ კი შეგიძლიათ კაი მონებაც შეიძლება ხავდეთ მაგრამ მათ თქვენ ვალდებულები ხართ რომ შევქმნათ ყველანაირი პირობა ბედნიერებისთვის აი ეგეთ წერილი არსებობს რომის პაპის იმიტომ რომ ისინიც ადამიანებად აღიქვამეოდნენ და აუცილებელი იყო მათი გაქრისტიანება ანუ თუ ქრისტიანი ხარ აღარ შეიძლება რა ესეთი თქვათ ადამიანად არ ჩათვლა ეს მომენტი არის ხო და პროტესტანტებში ესე არ იყო პროტესტანტებში ადამიანები არ იყვნენ და ამიტომაც ნახეთ რა განსხვავება იყო სამხრეთ ამერიკაში რასაც ლათინო ამერიკას უწოდებენ ნუ ის რადგან ადამიანია ინდიელი მაშინ სულად შერთვა შეიძლება ესეთი ადამიანის ამიტომაც ლათინო ამერიკაში შერეული ქორწინებები შერეული უკვე რასები ვინ არის ხო ახლა ლათინურ ამერიკის ძირითადი მოსახლეობა ეს არის კოლონისტების და ადგილობრივების შერეული ადამიანები მაგალითად მექსიკა ეგ არის მექსიკა ეს არის და როგორი არის შეერთებული შტატები როგორი იყო ყოველ შემთხვევაში ესე იყო სტერილური მარტო თეთრები რომელიც არ ერეოდნენ და ძალიან ცუდად ითვლებოდნენ რომ თუ შენ ინდიაში ერეოდი რას ქვია ინდიაში ერეოდი ეს ადამიანიც არა ეს რა ცხოველია მათი წარმოუდგენით რა რაღაცნაირი ისეთი არსება არის და ნუ კაი რეზერვაციებში ყავდეს აი ესეთი დამოკიდებულება იწვევს გაუგებრობას. როგორ კაცო ადამიანებზე თუ საუბრობენ, ესე ჩვენზე საუბრობენ, ქართველებზეც საუბრობენ. აბა წაიკითხეთ, როგორ ახასიათებს მაგალითად ესეთი გენერალი ჯორჯ მილი, რომელიც შემოვიდა საქართველოში პირველ რესპუბლიკის დროს, როგორ ახასიათებს კავკასიელებს. აი წაიკითხეთ, უბრალოდ აი მინდა რომ აი ციტირებ ახლა მის აზრს. არ ვფიქრობ, რომ სოფლიო რამეს დაკარგავს იმით, თუ ამ რეგიონში მცხოვრები ხალხი ერთმანეთს ყელებს დაჭრიან. ისინი ერთ ბრიტანელ ჯარისკაცის სიცოცხლედაც კი არ ღირან. ესეთი დამოკიდებულება, რომ ესენი ადამიანებიც არ არიან, კავკასიას გულისხმობს, ეს ადამიანებიც არ არიან და ერთ ინგლისის ჯარისკაცის, ბრიტანელ ჯარისკაცის სიცოცხლედაც არ ღირებს. მთელი ეს ხალხები და ერთმანეთს თუ ყელს გამოჭრიან, ძალიან კარგი იქნება სამყაროსთვის. ესეთი დამოკიდებულება რაღაც უცხო კი არ იყო და გამონაკლისი კი არ იყო. ეს იყო ძალიან ბუნებრივი რაღაცა და როდესაც აი სხვადასხვას უნდა ითქვას რომ აი ვისაც გააქვთ თქვენ აი ესეთი ნიუნბერგის პროცესის რაღაცა ოქმები თუ კი რაღაც ხელი მიგიწვდებათ არ ინტერნეტში დევს ეს და დოკუმენტური ფილმებიც არის გადაღებული იქ ნახოთ გერმანელები რა საუბრობენ გერმანელები რა საუბრობენ კაცო ჩვენ რას ვაკეთებთ ისეც რასაც თქვენ არ აკეთებთ საჭუკაშორის ამას ვერ ეუბნებოდნენ ეუბნებოდნენ ამერიკელებს და ბრიტანელებს თქვენ გადმოვიღეთ ყველაფერი თქვენ იგივენაირად უყურებთ ამერიკას ეუბნებათ თქვენი ებრაელები ანუ იგულისხმებიან შავკანიანებს თქვენ იგივენაირად ეკცევით და ჩვენ რას მოვითხოვთ თქვენ ხო შექმნეთ ესე იგი კონცენტრაციული ესე იგი შრომის გამოსასწორებელი ბანაკები ხო ბრიტანელების გამოგონება ეს გერმანელების გამოგონება კი არ არის გერმანელებმა დახვეწეს როგორც ბრიტანელების მიმბაძველება ესე სხვადასხვა უნდა ითქვას რომ მთელი ეს მე-19 განსაკუთრებით მე-19 საუკუნეებში იმის მიუხედავად რომ უპირისპირდებოდნენ გერმანელები ბრიტანელებს ყველაფერში ბაძავდნენ აი ცდილობდნენ ყველაფერში მიებაძათ და აი ეს ფაშიზმი პრინციპში გადმოიტანეს და რასიზმი განსაკუთრებით გადმოიტანეს ბრიტანელებისგან და ბრიტანული საზოგადოება იყო რასისტული საზოგადოება ბუნებრივი და აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვესმის იმიტომ რომ ჩვენ წარმოდგენაში და ეს მართლმადიდებლური კულტურის და მართლმადიდებლური ცივილიზაციის ნაწილია და
და ეს განასხვავებს სწორედ აი ამ პროტესტანტული ეთიკისგან. ჩვენ წარმოდგენაში, რა ვიცი, სხვა რელიგიის წარმომადგენელი და სხვა ადამიანი, ის ადამიანია. ადამიანია. ამიტომ ჩვენთან რაღაცა ანომალია კი არ იყო რაღაცა ვაჟა-ფშაველა, რომელიც ხედავს ტერჩით მოყარეს და ზოგადად ვაჟა-ფშაველას შემთხვევაში ალბათ მტრობის ფენომენს აუქმებს, ხო? მტრობი არ უნდა არსებობდეს როგორც ასეთი აი ქრისტიანული ფენომენი მოყოს. მაგრამ ის სხვა კაცო ღირსეული ადამიანია, ის სხვა ის არის რა ქვია, ისეთივე ადამიანი არის ჩვენ კულტურაში სხვა ადამიანი იყო ყოველთვის. ანუ არ ყოფილა ეჭვი არ შეგვიტანია იმაში რომ სხვა შეიძლება არ ყოფილიყო ადამიანი. და ზოგადად მართლმადიდებლურ ცივილიზაციაში გინდა ეს საბერძნეთი იყოს, გინდა ეს რუსეთი იყოს, გინდა ეს რუსეთი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რუსეთი არის იმპერიული, იმპერიალისტური, მაგრამ რუსეთი არ ყოფილა არასდროს რასისტული. რასისტული არ ყოფილა, იმიტომ რომ მისი იმპერია ყოველთვის იყო ძალიან ჭრელი და ეს სიჭრელე მისთვის დამახასიათებელი იყო. როგორც ქართველებისთვის მის როგორც დაცემის ისე ოქროს ხანაში. ოქროს ხანა დააკვირდით თამარის დროინდელი ქართული არისტოკრატია. ჩვენ ხედავთ, რა ვიცი, ქურთს, ხარგზელებს, ჩვენ ხედავთ დაყივჩაღარებს, ჩვენ ხედავთ სხვა ეროვნების ადამიანებს, რომელთაც ქართველები არიან რა, ქართული იდენტობა აქვს და შეკითხვა არ ისმევა, რომ ის რაღაც ადამიანია თუ არა ადამიანი. აი ბრიტანეთში ეცე არ იყო. და აი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი, აი რუსეთს რო შევეხოთ, ხო? აი ქართველები რა, ქართველი გენერლები 20-მდე გენერალი იყო თუ მეტი არა, ქართველი რომელიც აი თავი ესე იგი გამოჩენილი თავის სახელი და გვარით, ხო? იმაზე მეტი გენერალი იყო, რომელსაც ესე მაიძამაძის სახელი გვარი არ ქონდა, მაგრამ პოლიტიკური მოღვაწეები, კაცო, პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც აბსოლუტურად ესე ჩაეწნენ. ის რომ სტალინი გახდა ერთი მხრივ და შემდეგ უკვე უკრაინელი ხრუშჩოვი გახდა და ასე შემდეგ და ასე, ანუ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები ხდებოდნენ რუსეთის საბჭოთა კავშირის მმართველები, ეს არ იყო ანომალია აი ამ იმპერიისთვის და ამ საზოგადოებისთვის. ამიტომ რუსეთი არის იმპერიული, ნამდვილად არის იმპერიული, მაგრამ ის არ არის რასისტული. აი ეს მომენტია. რატომ არ არის? ეს განა რუსული ბუნება, ესა მართლმადიდებლური ცივილიზაციის კოდი არის და მაგიტომ ესა ყველგან სადაც მართლმადიდებლობა არის, იქ შეიძლება იყოს გარკვეული ამას ხას უსმა რომ ჩვენ მართლმადიდებლურ ქვეყნებში გვინახავს ეგ რაღაც შოვინიზმები, მაგრამ შოვინიზმი ესა გამოვლენა, მაგრამ არსად არ გვინახავს რასიზმი. რასიზმი არ გვინახავს. აი ზოგიერთი შეიძლება თქვას 90-იან წლებში ჩვენ რა რასისტები არ ყოფილოთ ჩვენ რასისტები. კი იყო რაღაც შოვინიზმის დოზა, ცუდი დოზა იყო ალბათ, მაგრამ ეს არ იყო რასიზმი. როგორც მაგალითად რა იუგოსლავიაში კი იყო შოვინიზმები. შოვინიზმი ყველა საზოგადოებას ახასიათებს. არ არსებობს საზოგადოება, რომელსაც არ ახასიათებს რაღაცა თავისებური შოვინიზმი. არ არსებობს ესეთი საზოგადოება, მაგრამ ეს შოვინიზმის სისტემა არასდროს არ ქცეულა მართლმადიდებლურ ცივილიზაციებში. არასდროს არ ქცეულა. ამიტომ ჩვენ წარმოდგენაში, როდესაც ადამიანის უფლებებს გვეუბნებიან, ჩვენ წარმოდგენაშიც იყო ყველასთვის განკუთვნილი. ამიტომ ესე არ იყო პროტესტანტულ ეთიკაში და პროტესტანტულ სამყაროში. არ იყო ეს. და ეს იწვევს გარკვეულწილად დაბნეულობას. აქედან გამომდინარე, ასევე უნდა ითქვას ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. რუსეთის იმპერიამ უფრო ადრე გააუქმა ბატონყმობა, ვიდრე ამერიკამ მონათლობელობა. რამდენიმე წელი გაუსწრო, რამდენიმე წელი დაასწრო. მაგრამ რუსეთის იმპერიაში არ მოხდარა სამოქალაქო ომი მონობის ბატონყმობის გაუქმებისთვის. მაშინ არის უნდა ითქვას რომ ფეოდალიზმის შემდეგ აბსოლუტიზმები რო წამოვიდა, აი პატრონყმობა რო ბატონყმობაში გადავიდა, ხო, სადაც განვითება მოხდა, ხო, გლეხის. ეს პრაქტიკულად მონოლ მდგომარეობაში დაბრუნება იყო გლეხის. ანუ ეგ უნდა განვასხვაოთ, იყო ჯერ პატრონყმობა, სადაც გლეხი თავისუფალია, მაგრამ მიწა არის ფეოდალის და გლეხი იძულებულია რომ შევიდეს ურთიერთობაში ბატონთან, მაგრამ უკვე ბატონყობის დროს გლეხით საკუთრება, აი ეს მომენტი არის, ხო? და იქ სამოქალაქო ომი არ მომხდარა, ნუ გარკვეული მიზეზების გამო, იმიტომ რომ ამას წინააღმდეგობა ესეთი არ ქონია და აი იქ შეერთებულ შტატებში როგორ კაცო ეგა ჩემი საქონელი და ჩემ საქონელს რაღაცა ესე იგი საფრთხეს უქმნი რა ვინ თქვა რომ შავკანიანები არიან ადამიანები, სად ეწერა და აი სწორედ აი ესეთი ლოგიკით ატყდა იქ სამოქალაქო ომი.
და უნდა ითქვას, აი დღემდე სამხრეთში ბიბლიას იყენებენ ადამიანები რასიზმის გასამართლებლად. ბიბლიას იყენებენ ადამიანები რასიზმის გასამართლებლად. ხო წარმოგიდგენიათ, ესე იგი მათი რელიგიური წარმოდგენები და მათი რელიგიური, ესე იგი ქრისტიანობა როგორი იყო, რომ აი რაღაცა ეს რელიგიას იყენებენ საკუთარი მონათფლობელობისთვის. და უნდა ითქვას, აი მონათფლობელობა თუ სადმე იყო ესეთი განვითარებული იყო ესეთი ეკონომიკურად აღორძინებული და ესეთ იმპერიებში, ხო? ახლა ნახოთ სად იყო მონათფლობელობა. მონათფლობელობა იყო ძალიან განვითარებული ისლამურ სამყაროში. და უნდა ითქვას, რომ ჩვენ თუ შევადარებთ პროცესს, რაც მე-6-მე-7 საუკუნე, აი მე-6-მე-7 საუკუნეებში, აი მე-5-მე-6-მე-7 საუკუნეებში იწყება ის, რომ აი მონების განთავისუფლება, ყმად ქცევა მონების იწყება და გარკვეულწილად მონები, ანუ ადამიანები რაღაც ავტონომიურობას თავაზობენ, ხო? რა ხდება ისლამის შემთხვევაში? ისლამის შემთხვევაში მონათფლობელობა ახალი ძალით ბრუნდება. და განსაკუთრებულად შემდეგ უკვე მოგვიანებით ეს მიიღებს საყოველთაო სახეს და ეს მონათფლობელობა რა იყო? ეს იყო ოსმალური მონათფლობელობა საბოლოოდ, რაც ჩვენთან იყო, თუმცა სპარსეთის იყენებდა მონებს და ეს მონები უკვე რვინები იყვნენ, ეს მონები იყვნენ უკვე მეომრები და ეს მეომრები სხვადასხვა უკვე განსხვავებული მონები არიან. აქ ძალიან საინტერესოა, რომ იწყება უკვე ადამიანის, აი ახალი სახის მონათფლობელობა, ძველი მონათფლობელობისგან იმით განსხვავდება, თუ ძველის ქონდა ხოთ ეკონომიკური რაღაცა ელემენტი, რომ ის მიბმული იყო რაღაც ერთ მიწას, ეხლა იწყება რელიგიური, იდეოლოგიური ინდოქტრინაცია ახალგაზრდობიდან, ამიტომ ბავშვები უნდა წაიყვანათ. და ბავშვებიდან, ქრისტიანი ბავშვები, თუმცა წყაროებით ხვდებათ, რომ არა მარტო ქრისტიანები, მუსლიმანი ბავშვებიც ძალიან კარგად მიყავდათ მონებად, ზრდიდნენ და შიდა ფანატიკოს მეომრებად მე. აი ინდოქტრინაციის ეს მომენტი და ადამიანის ესეთი დაჩანაკება, ესე ძალიან კარგად ისწავლეს, რომ პირველ რიგში ვინც ისწავლა ადამიანის გონების რეკონსტრუქცია და საერთოდ ვისაც მოუვიდა და ვინც საუბრობს ადამიანის ცნობიერება უნდა შეცვალო, აი ესეთი ლოგიკით, რომ მე ჩემი მაგალითით კი არ უნდა შეცვალო, არამედ უნდა შეუცვალო ეს ცნობიერება. ჩათვალოთ, რომ ეს მონათფლობელობის მონური რაღაც გამოცდილების შედეგია. და ამიტომ ანუ ერთი მომენტია და ეს ძალიან ესეთი რაღაც ქრისტიანული აზრია. შენ იზრუნე შენი სულის გადარჩენაზე. შენ იზრუნე შენი თავის გაუმჯობესებაზე, შენი ცოდვებისგან დახსნაზე და სხვებზე, სხვის ცნობიერებაზე და ასე შემდეგ, ეს შენ საზრუნავი არ არის. თუ რა თქმა უნდა, ხა წმინდანი არ ახარ და რჩეული არ ახლა ღვთის, ეგ კიდე ცალკე საკითხია ქრისტიანობაში, მაგრამ აი ხა რო გაბოდიან ადამიანები და რო ზრუნავენ, ქართული ცნობიერება რაღაცნაირად შეცვალონ. ესენი უყურებენ როგორც მონებს, რომლებიც აი უნდა აღზარდონ. რაც ქვია, რატომ უნდა აღზარდოს ვიღაცა ადამიანმა, როგორი პროგრესულად არ უნდა ჩათვლოს თავი, რატომ უნდა აღზარდოს, ხო? მაჩვენოს ესეთი მაგალითი, რატომ არის რომ ილია ჭავჭავაძე ესეთი ავტორიტეტი გახდა, ხო? იმის მიუხედავად, რომ მისი იდეოლოგიურმა ოპონენტებმაც კი ის აღიარეს, იმიტომ რომ მას ჰქონდა მაგალითები მოყვანილი, ხო? მისი ცხოვრება იყო მთელ შემთხვევაში მაგალითი და მაგიტომაც მოხდა მისი აღიარება. ეგ სხვა მომენტია, როდესაც მისი ცხოვრებით ხდება აღიარება, მაგრამ როდესაც ხა ვიღაცა გამოდის, რა ვიცი, ლიბერალი დღეს და რაღაცა მეუბნება, რომ რაღაც ჩემი ცნობიერება და ჩემი შვილის ცნობიერება უნდა შეცვალოს და ამით იყენებს ამ საგანმანათლებლო სისტემას. საგანმანათლებლო სისტემაში არიან ახლა მომჯდარი ლიბერალები საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ხო? და მაგით რას აკეთებენ, რომ აი შვილას მუდმივად უჯანყებენ რა და შვილების აი ესე ხდება, ინდოქტრინაცია ხდება. ეს არის აი რაღაცა მონური გამოცდილების რაღაც გაგრძელება. სადაც ბავშვები მიყავდათ და ბავშვებს ესე იგი ტვინს ურევდნენ, ინდოქტრინაციას ახდენენ და მე ამ ბავშვებით მაგათ ქართველი ბავშვებით, სომეხი ბავშვებით, ბალკანელი ქრისტიანების ბავშვებით ისე ქართველებს, სომხებს და ბალკანელებს ჩაგრავდნენ და იმორჩილებდნენ. იგივე მათგან წამოყვანილი რაღაც მათი შვილებით მათი ისინი ხდებოდნენ, რა ქვია.
ჩაგროლები. მინდა შეგახსენოთ, რომ კონსტანტინოპოლის აღების დროს მეჰმედ მეორეს თან ახლდა 4 მთავარსარდალი და 4-ვე იყო ბერძენი, რომელმაც ისლამი ჰქონდა მიღებული. ანუ ბერძნებმა აიღეს, ბერძნთა საკმაოდ დიდი ნაწილი მის ჯარში გამუსულმანებული ბერძნები იყვნენ და ეს სობილი ძმები ბარბაროსებიც, რომელმაც ალჟირი აიღეს და ტუნისი აიღეს და იქ ებრძოდნენ მეკობრული სახელმწიფო შექმნას და ქრისტიანებს ებრძოდნენ, ისინიც ესე იგი ბერძენი ისინი იყვნენ, რა თქმა უნდა, მუსულმანი ბერძნები იყვნენ. აი სწორედ ეგეთი ადამიანები ხდება. და ეს არის სწორედ ამის ფუნდამენტი. და აქედან გამომდინარე, აი არსებობს ძალიან დიდი ისტორია რაღაცა მონობის და არსებობს ისტორია უკვე რაღაც ადამიანმა რაღაც შეიძინა მეორე ადამიანზე დომინირების ისტორია. და მთელი ეს პერიოდი, აი, როდესაც არჩევანი გაქვს, რა უნდა გააკეთო, მე ხშირად მიფიქრია, რომ მოდი რაღაცა იდეოლოგია შევქმნა და რაღაცა რომელიც აი ამ ლიბერალის დაუპირისპირდება. არა, ეხლა აბსოლუტურად განსხვავებული აზრზე ვარ, ეს იდეოლოგიის შექმნა ესე არ ხდება, ეს ცოტა ინფანტილური წარმოდგენა არის, მაგრამ მეორე მხრივ ეს რა გამოდის, რომ ჩემი პროექტით უნდა აზროვნდეს სხვა, არა, არ მჭირდება ესეთი. მე მჭირდება რაღაცა ცივცები, სადაც ადამიანები აღარ იქნებიან უკვე პროექტები. ამოვიდა ყელში ადამიანის პროექტი, ამოვიდა ყელში. ხო ხედავთ, აი ამ იგივე დაიწყე ესე იგი გადაცემა მელიქიშვილზე მოხდარი ინციდენტის და ხედავ რა, ეს არის ადამიანის პროექტების გამოვლინება. ეს არ არის რაღაცა თავისუფლად მოძრაობნი ადამიანების გამოვლინება. ამ პროექტის იქით ადამიანები ვერ იხედებიან, ამ შეწყვილები არიან და რა შემოქმედებითობა მათში, რა ესე იგი დადებითი მუხტი არის, არაფერი არ არის ხო ეს ყველაფერი და იმიტომაც არ არის რომ პროექტები არიან. შენ თუ ალტერნატიული პროექტი შეგნე საბოლოოდ იგივე გამოგივა და იგივე დღეში ჩავარდები. ამიტომ რაღაც ქრისტიანული ელემენტი რომ მოდი რა, შენ კი არ აკონტროლოს ხო, არამედ მიეცი რა იქ თავისუფლება რა, არ შეუქმნა მათ რაღაცა შენი რაღაცა ესეთი პროექტი, რომელსაც თავს მოახვდა, რომელიც მე ის გაგიხდება რაღაც მასად გექცევა და რომელიც ერთ და იგივე რაღაცას იტყვის, თუნდაც ჩვენთვის მისაღებს რა, აღარ გინდა ეგეთი რაღაცა, მიეცეს თავისუფალი სივრცე და ეს მონობის რაღაცა ჟინი ჩავკლათ რა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ჩემს თანამედროვე ქართული ინტელექტუალის ერთ-ერთი ამოცანა უნდა იყოს, რომ აი ეს ადამიანის პროექტებს ებრძოლოს და აი ადამიანის პროექტების შექმნას ებრძოლოს რა და იყოს თავისუფლებისთვის მოდარაჯე და თავისუფლება ამ შემთხვევაში არა იმ გაგებით, რა გაგებით ეს ლიბერალები საუბრობენ, არამედ იმ გაგებით, რომ მიუცეთ ადამიანს საშუალება, დაუტოვოთ სივრცეები ადამიანს, რომ კონდეს იმის რესურსი, რომ საკუთარ თავში ძიება დაიწყოს. აი განათლების სისტემა არის, კონდეს ამ განათლების სისტემაში მიუცეთ სივრცეები, სადაც აი ამ ძიების პროცესში იქნება საკუთარ თავს თვითონ გაცეს პასუხი. შენ უიქნები ის, შენ მაგალითი მიეცი, მაგრამ ნუ იქნები ის, რომ აი რაღაცები იდეოლოგია ჩაუნერგო, ხო? რატომ არ მომწონს ეს განათლების სისტემა? იმიტომ რომ უნერგავენ ამ იდეოლოგიას და ხედავ შენ იმ ადამიანს, რომელიც აი ესე იმეოროს მე იგივე ნარატივს და იმეოროს იგივე ტექსტებს და ლოზუნგებს და მე მგონი ჯობია რომ ვენდოთ რაღაც თავისუფლებას და თუნდაც გარკვეულწილად ზოგიერთმა ისეთი გზა აირჩიოს და ისეთი შეხედულება ქონდეს, რომელიც ჩვენგან შეიძლება მიუღებელი იყოს, მაგრამ სივრცეები დავტოვოთ, სადაც შესაძლებელი იქნება ეს თავისუფლება და თავისუფლად რაღაცა ადამიანის ფორმირება. ანუ ადამიანი საკუთარი თავის გარკვეულწილად არქიტექტორი თუ არა ის მაინც იყოს, რომ მას ჰქონდეს საშუალება არჩევის. აი არჩევის საშუალება დავუტოვოთ. ინდოქტრინაცია იმით განსხვავდება ამ არჩევის საშუალებისგან, რომ ის არ უტოვებს ამ არჩევანს და ნუ სხვა საშუალებებით არა ის აუცილებელი რომ მათრახით იყოს, როგორც უღარ ხდებოდა, არამედ აი ინდოქტრინაციის რაღაცა კულტურული პოლიტიკების საშუალებით აღარ აძლევს საშუალებას რომ სხვაგან გაიხედოს. ამიტომ ქართული ეს სივრცე არის აბსოლუტურად მონოპოლური და თუ მეინსტრიმული ლიბერალური არ არის, ნუ იქ მარგინალური არის აი ამ სივრცეში და ეს კიდე ქმნის აი ამ წირ და ღარიბ ადამიანის სოციალურ ცხოვრებას, სადაც ადამიანები ვეღარ ურთიერთობენ აი ამ რაღაცა ჩარჩოების მიღმა. და ნუ ადამიანები ძალიან განსხვავებულები ვართ იმისთვის, რომ ესეთი ერთფეროვნება დამყარდეს, ძალიან განსხვავებულები ვართ. მიუცეთ აი ამ განსხვავებულებას შანსი, რომ იპოვოს თავის თავი. ეს არის ალბათ ის რისი დასკვნის საშუალებაც ეხლა მინდა გავაკეთო და შევაჯამო გადაცემა.
მივიცეთ თავისუფლებას, საშუალება, რომ ადამიანს კონდეს გარკვეულწილად მასთან წვდომა, მასზე წვდომა. შენი რაღაცა ინდოქტრინაციის გარეშე. ეს საზოგადოება ნამდვილად უფრო თავისუფალი საზოგადოება იქნება. რა თქმა უნდა, თავის რისკებით, მაგრამ უფრო თავისუფალი საზოგადოება იქნება. და არავითარ შემთხვევაში ლიბერალური საზოგადოება არ მეიჩნიოთ თავისუფალ საზოგადოებად, იმის მიუხედავად, რომ ის საუბრობს თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, საუბრობს რაღაცა სიკეთეზე, ჰუმანიზმზე. ამ ყველაფრისგან ის შორცაა პრაქტიკაში და ეს მხოლოდ რიტორიკაში გჭირდება, იმიტომ რომ შექმნას ეს ადამიანი პროექტი. ადამიანი პროექტმა საკუთარი პროექტულობა გაამართლოს. ეს არის რაღაც ლოზუნგები, თორე შინაარსი ერთფეროვანი ადამიანის შექმნა. ერთი თხოვნა მაქვს, რომ გააზიაროთ ვიდეო, თუ მოგეწონათ და თუ ეთანხმებით ჩემ აზრს, დაწერეთ კომენტარები, თუ არ ეთანხმებით, მით უმეტეს დაწერეთ და ვიკამათოთ. მინდა შემოგთავაზოთ ასევე ფორმატით ლაივში, რომ როდესაც გავალ ლაივში, რომ უშუალოდ კომუნიკაცია დავამყაროთ შემდეგ და მოკლედ თავისუფალ ურთიერთობებში ვიყოთ იმ გაგებით, რომ არანაირი რაღაცა ტაბუ და არანაირი ბარიერი იმისა, რომ რაღაცები განვიხილოთ, აღარ იყოს ჩვენ შორის და არ იყოს ზოგადად ჩვენ შორის. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე.